საღამოშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სავნიაშვილი გაგაცნობთ. იგრიალა დატრიალ და რაღაცა თელი ამბავი და გურჯაანში სტიქია განმეორდა 30-100% დასეტყველია ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. დეტალურად რომელი სოფლები დაზარალდა და რამდენი პროცენტი დაისეტყვა მოსავალი. მოვაყენა 80% ზარალი. დაანგრია მთელი ვენახები, სულ ერთ მტევას ვერ ნახავ იმას, სულ დაზიანებულია. რატომ ვერ მოახერხა დელტამ სეტყვის თავიდან აცილება? რა განმარტებას აკეთებენ ცენტრში? სახალხო დღესასწაული ისტორიულ სოფელში როგორ აღნიშნეს გორგასლობა ჭერემელებმა. ეს მეხუთე საუკუნის ცხოვრება რო ცოცხლდება. ხელმეორედ გვიხარია და გვიამაყება. ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეულ ჩვენგანის ხარდაჭერა ესეთ ღონისძიებებზე. დღეიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში პეტრე პავლობის მარხვა დაიწყო. რას ურჩევს მოძღვარი მრევლს? მარხვის პერიოდში ადამიანი უნდა მობილიზებული იყოს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. კვლავ შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გოყურეთ ცილქნეძე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. 30-დან 100%-მდე დასეტყვილი ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული გურჯაანში სტიქია განმეორდა. სეტყვა 15 წუთს გაგრძელდა და 8 სოფელი დააზარალა. ზარალი იმდენად დიდია, რომ დაზიანებულ ყურძენს სავარაუდოდ ვეღარ გაყიდიან. რომელი სოფლები დააზარალდა ყველაზე მეტად და ჰქონდათ თუ არა ფერმერებსა და მევენახეებს მოსავალი დაზღვეული გიორგი ბაღანაშვილი გაგვაცნობს სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქია ისევ განმეორდა და 8 სოფელი დაისეტყვა. ყველაზე მეტი ზარალი კი კარდენახს მიადგა. აქ ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული 30-დან 100%-მდე დაზიანდა. მევენახე გაიოს ხმუდელაძეს 1 ჰექტარი ვენახი 80%-ით გაუნადგურდა. ვარაუდობს, რომ დაზიანებულ ყურძენს ვეღარ გაყიდის. სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ბანკის ვალიც ემატება. იგრიალა დატრიალ და რაღაცა თელი ამბავი და მოვაყენა 80% ზარალი. ისე რომ ყურძენ ახლა არავინ არ მიიღებს, კიდე სახან ვიწვალო, რაც კიდე გადავარჩინო, დაზღვეული არ მაქვს, არაფერი არ მაქვს. შვილები მყავს სასანახი რამე, ბანკში ვალები მაქვს, დაიგრებს შეერვჩები. წევანია გაფუჭებული და რქაც შემოუსვლელი არის, ამაი უნდა ძალიან ბევრი წამლა რაღაცა, რომ საგაისოს მაინც იყოს. დაანგრია მთელი ვენახები, სულ ერთ მტევას ვერ ნახავ იმას, სულ დაზიანებულია. აი სუმთრა დაზიანებული. არ ვიცი, ლუკმა პურზე რავი როგორ გამოართაზზე არა ვარ. სულ აქცეულია მთელი სარები. სულ წარმოიდგინეთ თქვენა იმ სისქე ჭერემი მოგლიჯა, ძირიანად მოგლიჯა. ვენახი დაახლოებით 50-60% მაინც დაზიანებული არის. ამის გარდა მქონდა 2000 ძირი პამიდორი, 2000 ძირი პამიდორიდან შეიძლება 100 ძირი აღარ იყო, აი ეტყობოდე რომ პამიდორია, სულ დაბლაყრია. ეზოში ხეხილი მქონდა, რა ვიცი, ლეღვები სულ დაბლა ეყარა. კაკლის სიმსხო მარცვლები ცვიოდა, აი თითქოს კაკალს ისვრიანო ისეთი მარცვლები ცვიოდა მაღლიდან და აი რო გათეთრდა დაბლა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს უკვე მეორედ დაისეტყვა კოლაგი, ვეჯინი, ჭანდარი და ძირკოკი. ამ სოფლებში ზარალი შედარებით ნაკლებია. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ. მართალია სუსტად იყო, მაგრამ თავად დაზიანებული იყო მთელი ხეხილი, მოსავალი, ზოგან ნაწილ დაისეტყვა ვენახები, თუ კი რამე ჰქონდა ხალხს, აბა არ იყო წინაზედაც ხო იყო და მაგასთან დაკავშირებით იქიდან დაზიანებული, ეხლაც რაღაცა მოხვდა თავისთავად და დაზიანდა ყველაფერი. აი გუშინწინ აი ქარიშხალზე უბედურებაზე ღამე რო იყო კიდე, მაშინ მთელი აი მეზობელს იმ ხელა ხემოუტეხა. და ისე კიდე ადგილ-ადგილ სეტყვა ხო იცი როგორიც ადგილ-ადგილ დააზიანა. ახლა იქვეთ ვენახებია რატმები უდგა მოსავალი საძლიერი სულ გაანადგურა დღეს კომოდა მოდიოდნენ მამულები და ხალხი და იზახო ძალიან ვარ დასეტყვილებიო. სულ გაფუჭებული ათავს ოდრავ როგორც მოიხდება ის უკვე ცვიდება. მოწევაში მართლა შევიდეს, მაგრამ ის გაყიდით არ გაიყიდება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის მიუხედავად კახეთში წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დაისეტყვა. მოსახლეობის ნაწილი კი მოსავლის გარეშე დარჩა. 1 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით სეტყვა მინიმუმ 20 სოფელში მოვიდა. მათ ვინც დაზარალდა და მოსავალი დაზღვეული არ ქონდა, სავარაუდოდ არავინ დაეხმარება.
დელტას ინფორმაციით, სიტყვის საწინააღმდეგო სისტემა 10 და 11 იუნის კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სიტყვა საშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კვადრატული კილომეტრის საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს. დელტას ინფორმაციით, ამ რაოდენობის რაკეტები ერთჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად გახარჯეს. ჰარში საფრენი აპარატების არსებობის გამო კი დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში უწევდათ. გურჯაანის გამგეობამ სტიქისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალა. დეტალურად თუ რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს ინფორმაციას გურჯაანის გამგეობის წარმომადგენელი ჯემალ შალაშვილი მოგვაწვდის. ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა, რომ სათხართ უპასუხოთ ჩვენს კითხვებს. კონკრეტულად რამდენი სოფელი დაზარალდა სტიქიით გურჯაანის მუნიციპალიტეტში და რამდენი პროცენტით? მიმდინარე წლის 10 ივნის მორიგი სტიქია დაატყდა გურჯაანის მუნიციპალიტეტს სეტყვის სახით თან ერთად ძლიერი ქარიშხალი, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა სხვადასხვა სოფლებს. სულ დასეტყვილი არის 8 სოფელი. განსაკუთრებით მძიმე შედეგები არის სოფელ კარდენახში და სოფელ ბაკურციხეში. გაჭრეთი ზონაში დაისეტყვა 3 სოფელი, მელანი, ჩალაუბანი და არაშენდის ნაწილი. კიდევ დაისეტყვა აქეთ ვეჯინი, კოლაგი, ჭანდარი. როგორც გითხარით, იყო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, დაწყებული 20%-დან დამთავრებული 100%-ით. ესე იგი, მთელ რიგ სოფლებში მოსავლის გარკვეული ნაწილი 100%-ით არის განადგურებული. მაგალითად, სოფელ კარდენახში არის დასეტყვილი 600 ჰექტარი. როგორც გითხარით, 20-დან 100%-ის ფარგლებში ამ 600 ჰექტარიდან 300 ჰექტარი არის ვენახი, 300 ჰექტარი არის ერთწლიანი კულტურები, ძირითადად ბოსტნეული და ბაღჩეული. ბაკურციხეში არის დასეტყვილი დაახლოებით 400 ჰექტრამდე, აქაც მაღალია 40-დან 80%-ის ფარგლებში. დანარჩენ სოფლებში არის ზოგი 15-დან 35%-ის ფარგლებში. სულ მთლიანად ჯამში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ივნის დაისეტყვა 1140 ჰექტარი ვენახი, დაახლოებით 240 ჰექტარი კულკოვანი ხილი და დაახლოებით 80 ჰექტარამდე კიდე სხვადასხვა კულტურები. 100%-იანი ზარალი მხოლოდ კარდენახს მიადგა თუ სხვა სოფლებსაც და დაახლოებით რა რაოდენობის ნაკვეთი განადგურდა? როგორც ჩვენ ვარაუდობთ, დაახლოებით 150 ჰექტარი მაინც არის განადგურებული 100%-ით. განაჩენი სხვადასხვა. ბატონო ჯემალ, თქვენი ინფორმაციით ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაეხმარება რაიმე სახით სტიქიით დაზარალებულებს? ახლა ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, კომისიის კომპეტენცია, რომ ჩვენ რეალური სურათი დავდოთ, ფაქტიური მდგომარეობა აღწეროთ და ამ ჩვენ მასალებს ვუგზავნით შესაბამის ორგანოებს, კერძოდ სამხარეო ადმინისტრაციას და საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ახლა შემდგომი ორგანოები რას გადაწყვეტენ, ეს უკვე მათი კომპეტენცია და მე ამის საშუალება არ მაქვს. თქვენ დაათვალიერეთ დასეტყვილი მოსავალი და როგორც ნახეთ დაზიანებული ყურძენი ხილი რამდენად გამოდგება ჩასაბარებლად. მევენახები ინტერვიუში ამბობდნენ, რომ მათ მოსავალს არც ერთი ქარხანა არ მიიღებს. მართლაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა? ბუნებრივია, ძალიან რთულია, ესე იგი, რომ ვამბობთ ჩვენ, რომ 10 და 15%-ითაც კი რომ არის დასეტყვილი, ხო? ეს ლაპარაკია განსაკუთრებით კულკოვან ხილზე. იმას სასაქონლო ღირებულება ძალიან ნაკლები აქვს და დაბალი აქვს. ბუნებრივია, რეალიზაციის პრობლემა იქნება. მაგრამ აქ რა არის, იცი, აი ფინანსურ ხარეს თუ გავითვალისწინებთ, აუცილებელია რომ ჩვენ თანდათან დავნერგოთ დაზღვევის კულტურა და აუცილებელია რომ მოსახლეობამ გაითავისოს ეს, რომ აუცილებელია დაზღვევა, რა წინააღმდეგ შემთხვევაში ანაზღაურება იმხელა მასშტაბებია, რომ პრაქტიკულად ადგილობრივი ბიუჯეტი ამას არც არის გათვალისწინებული და ვერც შეძლებს. და ბოლოს 1 აპრილიდან, რაც სიტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა, დღემდე რამდენი სოფელი დაისეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში? დაახლოებით, აი
გადარჩენილი არის მხოლოდ იცით აი ველისციხიდან ზედა ზონა. დანარჩენი ყველა სოფელი ალბათ დაახლოებით 15 სოფელი არის დასეტყვილი ოღონდ სხვადასხვა ხარისხით. ზოგან ძლიერი, ზოგან შედარებით ნაკლები. დიდი მადლობა გვესაუბრებოდა გურჯაანის გამგეობის წარმომადგენელი ჯემალ შალაშვილი. რამდენად მორგებულია შეღავათიანი აგროსესხების პროგრამა მცირე ფერმერებისა და კოოპერატივების საჭიროებაზე. ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლებმა ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევის თანახმად რესპონდენტთა 40% თვლის, რომ პროგრამა ნაკლებად ითვალისწინებს მცირე ფერმერების საჭიროებებს და გამიზნულია მხოლოდ მსხვილ ფერმერებზე. ამას ადასტურებს ის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტების ქვედაზღვარი გაიზარდა 5,000 ლარიდან 2,000 ლარამდე, რამაც მსესხებელთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, მცირეა პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების რაოდენობა და ის გაცემული სესხების მთლიანი მოცულობის 0,38%-ში ადგეს. კვლევის ავტორებს პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ ასევე ფერმერსა და საბანკო სექტორს შორის არსებული კომუნიკაციის საკითხიც. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს შეღავათიანი აგროსესხების გაცემის პროცესში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის. კვლევები განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში. შემოწმებულ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე თავად ფერმერის ბიზნეს უნარები, მისი იდეა თუ რისი დაფინანსება სურს, ბანკის კუთხით თუ შევხედავთ, შემოწმებულ ფაქტორებს წარმოადგენს ასევე ფერმერის უზრუნველყოფა, გარანტია, თავდებობა, ფინანსური მაჩვენებელი, ფერმერის გამოცდილება ამ საქმიანობაში და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის იმ გარემოებათა ის ჯაჭვი, რაც სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ 760,000 ფერმერამდეა ქვეყანაში რეგისტრირებული და აღრიცხული, დაახლოებით 1,8%-ის დაფინანსება მოხდა. სახალხო დღესასწაული ისტორიულ სოფელში ჭერემელებმა გორგასლობა იზეიმეს. უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული მოსახლეობას გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გამგეობის წარმომადგენლებმა და მოძღვარმა მიულოცეს. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით სოფლის ცენტრში გაიმართა კონცერტიც. ჭერემში გორგასლობა 2016 წლიდან აღინიშნება. დღესასწაულზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ვერეიაშვილი და ელდარ ელიკაშვილი იმყოფებოდა. ჭერემელებმა ტრადიციად დამკვიდრებული სახალხო დღესასწაული გორგასლობა იზეიმეს. სოფელში დარჩენილი მაცხოვრებლების საპატივსაცემლოდ ანსამბლმა გურჯაანმა, კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ანსამბლმა ჰანგებმა და თემურ ჯანაშვილის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა კონცერტი ჩაატარა. ისტორიულ სოფელში ამჟამად 19-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ წლების განმავლობაში გაუძლეს უშუქობას, უგზოობას და ამის მიუხედავად ჭერემი არ მიატოვეს. ამ დღის ტრადიციათა აღნიშვნის დამკვიდრებით კი, როგორც ამბობენ, წარსულის ბედნიერ წლებში დაბრუნდნენ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ გაპარტახებულ სოფელში ეს მოდიხარ და თქვენც ყურადღება გვაქცევთ. დიდი მადლობელი ვართ სუყველენ. როგორ არ გვეხარია მაგალითად ეს მეხუთე საუკუნის ცხოვრება, რომ ცოცხლდება. ხელმეორედ გვეხარია და გვიამაყება, რომ იმისის ფუძემდებლები ჩვენა ვართ პირველი დღიდან, ყველაზე პირველი მე ვარ ქალი, რომელიც ამ სოფელში ახალი აღდგენილში ბავშვებით შემოვედი. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჭერემელებისთვის, ისე გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, რამე თუ აღნიშნავთ ყოველწლიურად გორგასლობას ჭერმის დამაარსებლის პატივსაცემად. ჩატარდა კონცერტი ჩვენი ადგილობრივი ძალებით. 2 წლის უკან როცა ამოვედი აქ და დაიწყო რაღაცები, იყო 13 ოჯახი. მატება არის. ეხლა ინფრასტრუქტურა შედარებით კი არა რას ვლაპარაკობთ. დენი საერთოდ არ იყო 22 წლის განმავლობაში უშუქობაში იყო ხალხი. აქ ეს ადამიანები პირადად მე უწოდებ გმირებს. აქ მაცხოვრებელ ხალხს, რომლებიც არ წავიდნენ აქედან ეს 14-15 ოჯახი. გაუძლეს ყველანაირ უგზოობას, გაუძლეს უშუქობას. გორგასლობის დღესასწაული ჭერემელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და გურჯაანის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია მიულოცეს. მათ მაღალმთიანი სოფლის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ტრადიციულად ამოდივარ ხოლმე ამ დღესასწაულზე სოფელ ჭერემში ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეულ ჩვენგანის ხარდაჭერა ესეთ ღონისძიებებზე ვიაროთ, მხარი დაუჭიროთ
ჭერბელებს, მაღალთიან სოფლებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თაში სოფელი გამაგრდეს, გაძლიერდეს და შესაბამისად ჩვენი თითოეული გამოჩენით, თითოეული მათი გვერდში დგომით მაქსიმალურად გავამხნევოთ და გვერდში დავუდგეთ რომ რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, თა გავამაგროთ. ამ სოფლის მაცხოვრებლებს პირველ რიგში და მე სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ეს სოფელი აღნიშნავს ვახტანგ გორგასლის სენების დღეს. ეს არ არის ეკლესიური დღესასწაული, ეს თვითონ სოფელში ესე უკვე მეორე წელია ტრადიციულად აღინიშნება და ეკლესია პირიქით მიესალმება იმ დიდ სიხარულს. თან მით უმეტეს ისეთი დიდი მეფის და დიდი წმინდანის ხსენების დღეს, როგორიც დღევანდელი დღეა და პირიქით გვერდში უდგას ყოველთვის თავის ხალხს და იმ სიხარულს იზიარებს. დღეს კარგად ჩაერა ღონისძიებამ, სტუმრებიც ყავდა და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უფრო და უფრო მასშტაბური გახდება და სრულიად საქართველოსთან სხვადასხვა კუთხიდან ჩამომბრძანდებიან სტუმრები და ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულს კიდევ ასე ვთქვათ მიეცემა ისტორიული სახე. დღეს ამ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით ვართ ამოსულები, ახალგაზრდები, გამოთქვით სურვილი რომ დავსწრებოდით აღნიშნულ ღონისძიებას. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ სოფელში ასეთი ღონისძიებები ცოტა არ იყოს მომრავლ და ნელ-ნელა და უკვე ეს დაცლილი სოფელი ახალგაზრდობით ივსება და თან მით უმეტეს, როცა ასეთი ძეგლები არის გარშემო, ჩემი აზრით ნამდვილად ასეთი ისტორიული ძეგლების ასეთ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდა ამოვიდა ამ სოფელში. და იმედია რომ ეს ერთჯერადი არ იქნება. ჭერემი მე-5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და სატახტო ქალაქი იყო. სოფელში დღემდეა შემორჩენილი ადრეული საუკუნის ძეგლები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გურჯაანის გამგეობამ, რომ ისტორიულ სოფელში მისი დამაარსებლის დღე ყოველ წელს ივნისის პირველ კვირაში აღინიშნებოდეს და სამომავლოდ უფრო მასშტაბურადაც. დღეს 12 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. ის სხვა მარხვებისგან განსხვავებით მსუბუქია და 4 შაბათი პარასკევის გარდა თევზით ხსნილია. საეკლესიო გადმოცემით პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებმა დააწესეს. ტრადიციულად იგი სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ იწყება. მისი ხანგრძლივობა კი აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული, ამიტომ ის ყველაზე დიდი 6 კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე 7 დღე. მარხვა 13 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულის მეორე დღეს დასრულდება. დღევანდელ დღეს დაიწყო პეტრე-პავლობის მარხვა, მე ყველას გილოცავთ მარხვის დაწყებას და როგორც ივანე ოქროპირი ბრძანებს, მარხვა ეს არის ზეიმის სულისა, მარხვის დროს იწრგუნება, ბოროტება და ადამიანი თავისუფლდება მონობისაგან მარხვის პერიოდში და მარხვის პერიოდში ადამიანი უნდა მობილიზებული იყოს, უფრო მეტად ფიქრდებოდეს თავის სულიერ მდგომარეობაზე, უნდა ლოცულობდეს, მარხვასთან ერთად აუცილებელია ლოცვა და ეს მარხვა, პეტრე-პავლობის მარხვა არც თუ ისე მძიმე მარხვათ არ არის, რადგან 4 შაბათ პარასკევის გარდა თევზით ხსნილი არის ამ მარხვაში. მარხვას ბოლო ანუ არის პეტრე-პავლობის დღესასწაული, მაგრამ აი ამ შემთხვევაში პეტრე-პავლობას 4 შაბათი დღე ემთხვევა და 13-ში 12 მოციქულის ხსენების დღეს 13 ივლისს ხსნილდება ეს მარხვა. ღმერთმა დაგლოცოთ, მე ყველას გილოცავთ ამ მარხვის დაწყებას და ღმერთმა ინებოს, რომ მარხვა მოგვცეს სინანულისა და ყოველი დღესასწაული მოგვცეს სიხარულისა. საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ზაფხულის არდადეგები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. 15 ივნისს სასწავლო წელს მეორედან 11-ის ჩათვლით კლასების მოსწავლეები დაასრულებენ. მე-12 კლასელებისთვის სწავლა ოფიციალურად 20 მაისს, პირველ კლასელებისთვის კი 27 მაისს დასრულდა. გურჯაანელი მოკრივეების წარმატება ქალაქ თელავში თელაველი მწვრთნელების ხსოვნისადმი მიწყვნილ საქალაქთაშორისო ტურნირზე ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებული კრივის კლუბის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. შეჯიბრში 5 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან 3-მა საკუთარი წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, 2-მა კი მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. წარმატებული სპორტსმენები გურჯაანის სპორტული კომპლექსის ადმინისტრაციამ საცურაო აუზის უფასო ერთთვიანი აბონემენტით დაასაჩუქრა. ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის დარბაზის კრივის დარბაზიდან გავალით 5 მოსწავლე, სადაც ავიღეთ 3 პირველი და 1 მესამე ადგილი. ეს დიდი შედეგია ჩვენთვის, მომავალში ვეცდებით, რომ უფრო დიდი შედეგი დავდოთ და ვასახელოთ გურჯაანი. ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენმა წმინდა გიორგის ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბიდან მიიღეს ჩვენებმა მონაწილეობა
და საკმაოდ წარმატებით 5-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ამ 5-დან 3-მა პირველი ადგილი აიღო, 1-მა მეორე და 1-მა მესამე და შედეგით ესე რომ ვთქვათ, კმაყოფილი ვართ. მაგრამ უფრო მეტი და უფრო გვინდა, იმიტომ რომ არის ეს პოტენციალი დევს ამ ბავშვებს. მე მინდა ახალგაზრდა სპორტსმენებს მივულოცო ეს წარმატება და მინდა მადლობა გადაუხადო მამა ილიას, რომელიც ჯართული არის, რომელიც მხარდაჭერითაც ახდება შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ბავშვების სახალისება და ბავშვების გვერდში დგომა და ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვები და ახალგაზრდა სპორტსმენები ხვალზე უფრო მეტ შედეგებს აჩვენებენ. ისედაც უკვე აქვთ კარგი შედეგები და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება უფრო მეტი შედეგი და აქვე მინდა გადაუხადო მათ პირად მცნელს ოთარ მამულაშვილს მადლობა, იმიტომ რომ აქტიურად არის ჩართული და იღებს მონაწილეობას ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადებაში, რათა გქონდეთ კარგი შედეგები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია, რომლის მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება დღეს სომხეთის რესპუბლიკასთან ერთად, სწორედ ამ თემებზე ჰქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მოგეხსენებათ, საქართველოზე გადის სომხეთის საქონლის უდიდესი ტრანზიტი, შესაბამისად სომხეთი აწვის საქართველოს გავით თავის პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე და პირიქით აქვე ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა ქართული ბიზნესის მონაწილეობისა სომხეთში გახსნით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც რა თქმა უნდა ქართულმა ბიზნესმა უნდა მნიშვნელოვნად დადებითად თავისთვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანია სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბუნდესტაგის წევრი კარინ შტრენცი ხელმძღვანელობს. ბუნდესტაგის წევრები საქართველოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ საკონსტიტუციო, სოციალურ-ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. სააპელაციო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილის შემდეგ დარბაზიდან ჯგუფ ბირჟა მაფიის მეორე წევრი გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა. მოსამართლემ ქებურიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქებურიას 20,000 ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს. მანამდე კი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრ მიხეილ მგალობლიშვილს, რომელიც 50,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლები არ არიან, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად არ დაუდგინათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის, მანამ სანამ არ დამთავრდება საქმეზე გამოძიება, რაზეც უკვე პროკურატურა აქტიურ საგამოძიებო მოქმედებს ატარებს. დღეისათვის როგორც უყურებ, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო. ჩვენ მაინც უნდა გადაგვეღო ეს კლიპი, რომ ეს პრობლემა გამოჩენილი იყო საზოგადოებაში. მიშკამ ბევრჯერ ახსენა, რომ იქ მიშკა ფიქრობდა, რომ უფრო უხეშად მოეპრობოდნენ ან გალახვას ექნებოდა ადგილი, მაგრამ მიშკამ თქვა სასამართლოზე, რომ არაფერს ადგილი არ ქონია ესეთ მსგავს. უბრალოდ ისინი ალბათ ელოდებოდნენ, რომ ჩვენ მართლა კრიმინალები ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ სიმღერებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ რაღაცა ცოტა ისე უცხოურ განგსტარებს უმღერით ქართულად ესე ვთქვათ, ვაკეთებთ ამის შარდ. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარულ ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად სააგენტომ 1 ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა ფორმა 2. დარღვევებისთვის 3 ბიზნეს ოპერატორი დაჭარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების დროს
გამოავლინა დარღვევა, რომელიც ეხება ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე საქონლის ხორცს. ამოღებულია ტონაზე მეტი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე საქონლის ხორცი. ასევე იკვეთება ის ნიშნები, რომ საქონელი არის როგორც მსხვილფეხა, ასევე კენჭლიქიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ცხენის ხორცი. გამოშვება საერთაშორისო ახალი ამბებით განვაგრძობთ. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიდად მოწადინებული არ არის. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა. იუნკერის თქმით, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთმა ევროკავშირის წესებს პატივი უნდა სცეს და დასცენს, რომ ევროკავშირი საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ რესპუბლიკა მარტზე მოკავშირეებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 32% მიიღო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატები ჯამში პარლამენტში 400-ზე მეტ მანდატს მოიპოვებენ. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების თანახმად მეორე ადგილზე რესპუბლიკელები და მათთან ალიანსში მყოფი დემოკრატებისა და დამოუკიდებლობების კავშირი გავიდა. მარინ ლე პენის ეროვნულმა ფრონტმა კი ამომრჩეველთა ხმების 13.2% მიიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის შედეგად მხოლოდ 3 დეპუტატის არჩევა მოხდა, დანარჩენები კი მეორე ტურში გამოვლინდებიან, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. კაკაპო ძალიან იშვიათი თუთიყუშის სახეობაა, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ეს არის მოზრდილი ღამის თუთიყუში, რომელსაც ფრენა არ შეუძლია და მხოლოდ მიწაზე დადის, ამიტომაც უამრავი მტერი ყავს და უკვე დიდი იშვიათობას წარმოადგენს. კაკაპოების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ გარემოს დამცველებმა ისინი პირველ კატეგორიაში ჩასვეს, როგორც გადაშენების პირას მყოფი ფრინველები. ძილის უკმარისობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამ საკითხის გადასაჭრელად და ჩვენთვის მშვიდი და ღრმა ძილის დასაბრუნებლად მეცნიერებმა გამოიგონეს სპეციალური სანათი საათი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ძილის შესწავლა და მისი დარეგულირება. განათებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმის შინაგანი საათისთვის, ეგრეთ წოდებული ცირკადული რიტმისთვის. სწორედ თქვენი ორგანიზმის საათის შესწავლაზე დაყრდნობით მოწყობილობა გვეხმარება სწრაფად მოდუნებაში, ჩაძინებაში, გაღვიძებაში და უზრუნველყოფს ჩვენს ენერგიულობასა და პოზიტიური განწყობას. მისი შემქმნელების თქმით, ის თვალყურს ადევნებს ჩვენს გულის ცემას, სუნთქვის სიხშირეს და სხეულის მოძრაობას. ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის გიქმნით იდეალურ გარემოს, განათებას და მუსიკალურ ფონს, რაც ძილის დარეგულირებაში გვეხმარება. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. ჯასტინ ბიბერმა და დავიდ გეტამ ახალი საერთო სიმღერა ჩაწერეს. სიმღერის კლიპში ვიქტორია სეკრეტის გოგონები მონაწილეობენ. როგორც რუსული კოსმოპოლიტენი წერს, მუსიკოსები ამ სიმღერისა და ვიდეოკლიპის შესახებ ინფორმაციას დიდხანს მალავდნენ და მხოლოდ მინიშნებებით შემოიფარგლებოდნენ. ინტერნეტში მოულოდნელად განთავსებულ ვიდეოკლიპს თაყვანისმცემლების გამოხმაურება მოყვა. საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტები გამარჯვები დაიწყო. ბორჯღალოსნებმა კალგარიში წვიმასა და ძლიერ ქარში კანადის ნაკრებს მშრალი ანგარიში 13-0 სძლიეს. მორიგ შეხვედრა საქართველოს ნაკრები ატლანტაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს. ამერიკელებმა ამ უქმებზე ნიუ-ჯერსიში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს და 19-55 წააგეს. ახლა ამით ჩვენს ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილი გაგაცანი და გემშვიდობებით ხუთშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალტილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილკნეძე, ვაქტისასა და მაი ვიდეოზე. ნახვამდის.